სახელოვანი ხელმწიფის თამარის მმართველობის დროს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი განუზომლად გაიზარდა. ამის დასტურია დღემდე შემორჩენილი 1185 წელს თამარის მიერ გაცემული ფიცი ეგვიპტის სულთან სალაჰ-ად-დინისადმი, რომელსაც აკადემიკოსმა მაგალი თოდუამ მიაკვლია. ამ შეთანხმების დროს თამარი აღმოსავლეთის უძლიერეს სულთანს სალაჰ-ად-დინს პირობას აძლევს, რომ ეგვიპტის სამფლობელოს არ დალაშქრავს. ეს ტექსტი თამარის ღირსების, მისი ძლევამოსილების და რწმენის თავისებური სიმბოლოა. ტექსტში ნათქვამია: "ვფიცავი მსააც, რომელმაც ღვთაებრივი სიტყვა ადამიანობას დაუკავშირა. ვფიცავი მთვისებას, რომელიც მარიამმა ტანად იღო. ვფიცავი მტანს, რომელიც მაცხოვრის თვისებების მიმღები გახდა. ვფიცავ მესიას და მის სიტყვას აკვანში. ვფიცავ ჯვარცმას და ღვთაებრივისა და ადამიანურის კავშირს, რომ ამ დღიდან და ამ საათიდან არასოდეს სალაჰ-ად-დინის ქალაქებისა და მისი ციხეების აღებას არ განვიზრახავ და არ ვინებებ არც აშკარად და არც ფარულად და თავს ნებას არ მივცემ, დავიმორჩილო მისი ხალხი და მისი ლაშქარი. და თუ იმას გადავედი, რაც ვთქვი, ქრისტიანთა სარწმუნოება დამეგმოს, მესიის მიმდევართა თემი დამეგმოს." შეიძლება ითქვას, რომ სალაჰ-ად-დინი ამ ფიცის შემდეგ ვალში არ დარჩენილა თამარ მეფესთან და ქართველ ხელმწიფეს მალევე შემხვედრი, კეთილგანწყობილი ნაბიჯით უპასუხა. პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტში ისტორიკოსმა ბექა ჭიჭინაძემ სულ ახლახან მიაკვლია სალაჰ-ად-დინის სიგელს, სადაც საუბარია ქრისტეს საფლავის ეკლესიაში ქართველთა უფლებებზე. "მე, სალაჰ-ად-დინი, სულთანი ეგვიპტისა და მისი პროვინციებისა, პალესტინისა, იერუსალიმისა, ნაბლუსი, დამასკოსი და მიმდებარე მიწათა. ვბრძანებ, რომ ქართველთაგან აღდგომის ტაძარში მოსალოცად მომავალნი არ გადაიხდიან არც ხარაჯას, არც კაფარს, არც არანაირ სხვა გადასახადს, არამედ ისარგებლებენ საგადასახადო შეუვალობით. ამიერიდან აღდგომის ტაძარი იქნება ხელშეუხებელი და ნურცეთი მუსლიმი, ნუ გარდაქმნის მას მეჩეთად." ამდენად თამარი მისი განუზომელი ავტორიტეტის წყალობით ქრისტეს საფლავის თავისებურ მცველად იქცა. დაახლოებით 53 წლის ასაკში მეფეთა მეფეს მძიმე სენი გამოაჩნდა. დიდხანს მალავდა და არ ამხელდა ავადმყოფობას ქალი ხელმწიფე. ამბობენ სხვის შეწუხებას ერიდებოდაო. მაგრამ როდესაც ავადმყოფობა კიდევ უფრო გაუმძაფრდა, იძულებული გახდა გაემხილა თავის უძლურება. ნაჭარმაგევიდან თბილისს ჩამოიყვანეს მეფე. შემდეგ კი ხშირი ტყით დაფარულ მთაში წაიყვანეს. იქნებ ტყის სიმშვიდემ არ გოსო, მაგრამ ვერანაირმა მკურნალობამ ვერ უშველა თამარს. ამაო აღმოჩნდა მკურნალთა ხელოვნება. როდესაც სიკვდილის მოახლოება იგრძნო მეფეთა მეფემ, ღმერთს ასეთი სიტყვებით მიმართა: "შენ შეგვედრებ სამეფოს ამას, რომელიც შენ მიერ მერწმუნა და ერსა ამას, პატრონითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა." ეს სიტყვები ერთ-ერთი ყველაზე დიდებული და ღირსშესანიშნავია ქართული მონარქიის ისტორიაში, რადგან შუა საუკუნეების მსოფლმხედველობის მიხედვით სამეფო მეფის კუთვნილება, ის ქვეყანას და ხალხს ფლობს და განაგებს. განაგებს ისე, როგორც ეს მას სურს. ბევრი რამე მის ნებაზეა დამოკიდებული. თამარისათვის კი საქართველო ქვეყანა, რომელიც ღმერთისაგან კი არ ერგო, არამედ ერწმუნა, როგორც მზრუნველობის და ფიქრის საგანი. დიახ, თამარის ზრუნვის შედეგი იყო ოქროს ხანა, ბატონყმობის ნაცვლად პატრონყმობა, ძუ და ხვადი ლეკვის თანასწორობა, გლახაკთათვის მიცემული საჭურჭლე და გათავისუფლებული მონები. სწორედ თამარის მსოფლმხედველობის და ერზე ზრუნვის შედეგი იყო ქართული ხასიათისა და მორალის გენიალური სტანდარტი. ბოროტ სასძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.